გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ, no-code web developer-ი და ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია ვებგვერდების და ვებ აპლიკაციების აწყობა კოდის გარეშე. და თუ კი გინდა რომ შეგეძლოს შენც იგივე, მოდი ყველაფერი დავიწყოთ საფუძვლებიდან და გავერკვეთ ადამიანურ ენაზე თუ რა არის ის 4 რამ, რაზეც შემდგომ უკვე გას ყველაფერი. და დღეს ამ ვიდეოში გასწავლით თუ რა არის ინტერნეტი, IP სამართი, დომეინი და ჰოსტინგი. მოდი დავიწყოთ საუბარი ინტერნეტი. რა არის ინტერნეტი? ყველა ვსაუბრობთ ინტერნეტზე, რომ ინტერნეტში შევედი, ინტერნეტში ვიძიე, გადმოვიწერე და ასე შემდეგ და ინტერნეტი ჩვენ გონია რაღაც ადგილი, სადაც როდესაც შევალთ, შიგნით წერია ყველაფერი. და რეალურად რა არის ინტერნეტი? ინტერნეტი არის ქსელი, სადაც მოწყობილობები ურთიერთობენ, უერთდებიან და ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში. და არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რომელი მოწყობილობით უერთდები შენ. ეს იქნება მობილური, ლეპტოპი, ჭკვიანი ტელევიზორი თუ სხვა ნებისმიერი მოწყობილობა, შენ როდესაც უერთდები ინტერნეტს, შენ ხდები ინტერნეტის ნაწილი. ინტერნეტში ინფორმაციაზე წვდომა ან გაქვს, ან არა. და რას ნიშნავს ეს? ინტერნეტში არის საჯარო ინფორმაცია, რომელზეც მიუწვდება ხელი ყველას და არსებობს დახურული ინფორმაცია, რომელზეც რაღაც კონკრეტულ ხალხს მიუწვდება ხელი. და უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენე სიტყვა წვდომა და რატომ? იმიტომ რომ მოწყობილობები ერთმანეთს უკავშირდებიან რაღაცით, ანუ რაღაცით აქვს წვდომა ერთმანეთთან და ეს რაღაც არის მისამართი. რომ წარმოვიდგინოთ ცხოვრებაში მისამართი, ბეთლემის ქუჩა 10 ნომერი და ჩვენ გვინდა რომ გამოვიძახოთ გლოვო. ჩვენ უნდა მივუთითოთ ჩვენი ადგილმდებარეობა თუ სად ვიმყოფებით. ზუსტად ესეთივე პრინციპით მუშაობს მოწყობილობები ერთმანეთში და მოწყობილობების მისამართს ეწოდება IP მისამართი და გამოიყურება რაღაც კონკრეტული ციფრების განლაგებით. IP მისამართი იშიფრება როგორც ინტერნეტის პროტოკოლის მისამართი და IP მისამართის გარეშე ვერ მოხდება ვერანაირი ინფორმაციის გაზიარება. აი ესე გამოიყურება ჩემი ამჟამინდელი IP მისამართი და თუ გინდა რომ შენც გაიგო, თუ გაინტერესებს რა IP მისამართი გაქვს ამჟამად, შეგიძლია Google-ში ჩაწერო რა არის ჩემი IP მისამართი და Google დაუყოვნებლივ მოგცემს ამის შესახებ ინფორმაციას. თუ მაგალითად ბრაუზერში ჩავწერთ google.com დაუკავშირდებით Google-ის IP მისამართს ჩვენი IP მისამართით და რას გულისხმობ? მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, ჩემს კომპიუტერს აქვს IP მისამართი, რომლიდანაც მიდის ინფორმაცია Google-ამდე, Google შემდგომ უკვე მიდის თავის დიდ მეხსიერებაში, სადაც ამ ინფორმაციას ინახავს და შემდგომ უკვე მოძიებულ მასალას გვაწვდის იმავე IP მისამართზე. რომ წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, რომ ერთი IP მისამართი ელაპარაკება მეორე IP მისამართს და მე რომ ჩავწერე რა არის ტბა, ეს ერთი ტრანზაქცია იყო და Google-ისგან მეორე ტრანზაქცია მოხდა IP მისამართების მეშვეობით. და რომ წარმოვიდგინოთ, არსებობს დროებითი IP მისამართი და არსებობს მუდმივი IP მისამართი. თუ მე მაგალითად სახლში ჩემი მობილურით ვუკავშირდებოდი Wi-Fi-სთან, მქონდა ინტერნეტთან წვდომა, რა ხდებოდა ამ დროს? თვითონ Wi-Fi-ის მოდემსაც აქვს თავისი IP მისამართი და როდესაც მე ჩემი მობილურით დავუკავშირდი Wi-Fi-ის მოდემს, მომენიჭა უნიკალური ციფრების წყობა, რომლითაც ხელმძღვანელობ უკვე ინტერნეტში. და ინტერნეტი უკვე ხვდება თუ სად უნდა გამომიგზავნოს მე ნებისმიერი ინფორმაცია. სადაც არ უნდა შევიდე, იცის რომ ამ მისამართზე უნდა დამბრუნოს პასუხი, რომ მაგალითად სხვასთან ჩემი ინფორმაცია არ გაუშვას. და მაგალითად თუ მე წავედი, სახლიდან გავედი სამსახურში ან სხვა ნებისმიერ ადგილას და კიდევ დავუკავშირდი მე Wi-Fi-ის მოდემს, იმ Wi-Fi-ის მოდემსაც ხომ აქვს თავისი IP მისამართი და მაგ დროსაც მომენიჭება ისევ უნიკალური ციფრების წყობა და ეს ყველაფერი სულ მონაცვლეობს ერთმანეთში და სულ იცვლება. მაგრამ არსებობს ასევე მუდმივი IP მისამართი და როგორი შედარება მინდა გამოვიყენო ახლა იცით? ისევ Google-ს ავიღებ და Google იძახის ესეთ რაღაცას, რომ მე ვარ ერთ ადგილას, სიტყვაზე მე ვარ ვაკეში და აქედან მე ფეხს არ მოვიცვლი, სულ აქ ვიქნები და შენ თუ გინდა საბურთალოზე იყავი, თუ გინდა ბათუმში იყავი, თუ გინდა კახეთში იყავი, ყველგან სადაც არ უნდა იყოს შენ როცა მომმართავ მე ვიქნები ყოველთვის ვაკეში და ყოველთვის მოხვდები ჩემს მისამართზე. ესე იგი, როგორი რაღაც არის, ის არ იცვლება, რადგან რომ შეიცვალოს Google-ის IP მისამართი, უკვე ვერ მოვხვდებით ჩვენ Google-თან. და მოდი შევაჯამოთ, რა გავიგეთ, რომ ინტერნეტი არის ქსელში ჩართული მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ერთმანეთს უზიარებს ინფორმაციას, რისი მეშვეობით, რა თქმა უნდა, IP მისამართების მეშვეობით. ეხლა მინდა ვისაუბრო თუ რა არის დომეინი.
დომეინი არის მისამართის შელამაზებული ფორმა და ჩვენ უკვე გავიგეთ, როგორ გამოიყურება მისამართი. რაღაც კონკრეტული ციფრების წყობა არის. და იმისათვის, რომ ჩვენ საძიებო ველში არ მოგვიწიოს ამდენი ციფრების ჩაწერა, თუნდაც დამახსოვრება და უფრო მარტივიც და ლამაზიც რომ იყოს, ამისთვის ვიყენებთ ჩვენ დომეინს. და რომ წარმოვიდგინოთ google.com ეს არის კიდევაც თავისთავად დომეინი. მე შემიძლია მქონდეს ჩემი საკუთარი დომეინი, შემიძლია შევიძინო, მაგალითად erekle.com და როდესაც საძიებო ველში ჩავწერთ google.com, ამ დროს სანამ ჩვენ შევალთ Google-ის თავარ ფანჯარაში, რაღაც პროცესი მიმდინარეობს და ამ პროცესში მონაწილეობს DNS-ი, რაც არის domain name system, ესე იგი დომეინის სახელის სისტემა და რა ხდება ამ პროცესში? ამ დროს ეს სისტემა ხდება, თუ სად უნდა წაგვიყვანოს ჩვენ, როდესაც ჩვენ საძიებო ველში ჩავწერთ google.com და რომ წარმოვიდგინოთ, DNS-ი არის ესეთი დიდი მონაცემთა ბაზა, სადაც ჩაწერილი არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ google.com ეს დომეინი უდრის ამ და ამ IP მისამართს. ასევე youtube.com უდრის ამ და ამ IP მისამართს. და მე ხო წეგან უკვე შევქმენი ერთი დომეინი erekle.com უდრის ამ და ამ IP მისამართს. და ესეთი პრინციპით ხდება, რომ ჩვენ ჩავწერეთ საძიებო ველში, DNS სერვერი წავიდა თავის მონაცემთა ბაზაში და იკვლევს, ოღონდ ეს ხდება მილიწამებში, ძალიან ჩქარა. და ეძებს თუ რომელი IP მისამართი შეესაბამება კონკრეტულად google.com დომეინს. მოდი კიდევ შევაჯამოთ ერთხელ, ჩვენ გავიგეთ, რომ ინტერნეტი არის ქსელი, სადაც მოწყობილობები ერთმანეთს უკავშირდებიან IP მისამართების მეშვეობით და გავიგეთ, რომ დომეინი არის შელამაზებული ფორმა მისამართის. მოდი ახლა გავიგოთ, რა ხდება თვითონ ამ მისამართებზე. ამ მისამართებზე წვდომა გვაქვს რაღაც ინფორმაციაზე, რაც თვითონ იმ კონკრეტულ მისამართზე დევს. მაგალითად, ჩვენ ჩავწერეთ google.com და ამ Google-ის ფანჯარა, ესე იგი მანდ ეგ ინფორმაცია დევს. და რომ წარმოვიდგინოთ, მე ხომ წეგან შევქმენი erekle.com დომეინი და მე შემიძლია ამ კონკრეტულ დომეინზე განვათავსო ჩემი თუნდაც ერთი ცალი ფაილი, შემიძლია მე თამაშთან დავაკავშირო ეს დომეინი, შემიძლია დავაკავშირო ონლაინ მაღაზიასთან და ასე შემდეგ. როგორც შენ გაქვს კომპიუტერში C-drive და შიგნით გაქვს ჩაწერილი სხვადასხვა ინფორმაციები ფოლდერებში, ხო? ასევე არის ჩაწერილი ინფორმაციები მისამართებზე და ზოგიერთ ფოლდერში არის ჩაწერილი პროგრამა, რომ გაეშვას ვებგვერდი, როგორც წეგან ვახსენეთ ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში. მე ვთქვათ, გადავწყვიტე, რომ მინდა ჩემს მისამართზე იყოს ონლაინ მაღაზია და რა ხდება ამ დროს? ონლაინ მაღაზია სჭირდება, რომ ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში და როდესაც მომხმარებელი შემოვა, მაგ შემთხვევაში არ დახვდეს იქ სიცარიელე და არ გაბრუნდეს უკან. ხომ გახსოვთ, IP მისამართი დაკავშირებულია რაღაც კონკრეტულ მოწყობილობაზე, მაგალითად კომპიუტერზე, სადაც ეს ინფორმაცია არის შენახული ჩემი ვებგვერდის შესახებ. და თუ კი მაგალითად მე ჩემს კომპიუტერს გამორთავ, ამ შემთხვევაში ჩემი საიტიც გამოირთვება ავტომატურად და თუ კი საძიებო ველში ვინმე ჩაწერს erekle.com-ს, როდესაც შიგნით შევა, დაუწერს errors, ან ეტყვის, რომ საიტი გამორთულია, დროებით არ მუშაობს, ან სხვა ნებისმიერი უარყოფითი ტექსტი. და როცა მე ვებგვერდს ვაკეთებ, მჭირდება, რომ სულ 24 საათის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი ხალხისთვის ინტერნეტში, ჩემი ვებგვერდი. და მე ან უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ ავაწყო კომპიუტერი, რომელსაც უწყვეტად ექნება გაგრილება, დენი, ინტერნეტი და შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ არ გაითიშოს. ანდაც მე შემიძლია ავირჩიო მეორე ვარიანტი და მეორე ვარიანტი არის ესეთი რამ, hosting კომპანიები და hosting კომპანიები იძახიან ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ გვაქვს კომპიუტერები, რომლებზეც 5 და 10 კაბელით გვაქვს შეერთებული ინტერნეტით, დენის წყაროთ, ინფრასტრუქტურა გვაქვს მოწყობილი ვუვლით ამ კომპიუტერებს, სივნიარს არ ვაკარებთ, მოკლედ რო ვთქვათ და შენ დარწმუნებული იყავი, რომ ეს კომპიუტერები არასდროს არ გამოირთვებიან და სულ ინტერნეტში იქნებიან ჩართულები და თუ კი გინდა რომ ეს სერვისი მიიღო, ამისთვის
გადაგვიხადე რაღაც თანხა თვიურად. თუ კი მაგალითად მე პატარა კომპანია ვარ ან რამოდენიმე კაცისგან შემდგარი გუნდი მყავს, მაგ დროს შემიძლია კი ავაწყო ეს კომპიუტერი ჩემითაც, მაგრამ შედარებით უფრო ძვირი დამიჯდება, ვიდრე ყოველთვიურად ვიქირავ მე კომპანიისგან ჰოსტინგი. და სწორედ ეს არის ჰოსტინგი, თუ კი გჭირდება, რომ შენი მაღაზია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში იყოს უწყვეტლივ, ამისთვის გჭირდება ჰოსტინგი. ანუ ჰოსტინგი არ არის ესე უბრალოდ რაღაც. შეგიძლია შენ თვითონაც გააკეთო ეს ჰოსტინგი, აწყო კომპიუტერი, შიგნით შეუერთო დენი, ინტერნეტი, ოღონდ უწყვეტ რეჟიმში უნდა იყოს, მაგრამ შეგიძლია აიღო კომპანიისგან სივრცე და იქირავო მათგან ადგილი, სადაც ისინი განათავსებენ შენს ინფორმაციას, ყველაფერს ინტერნეტში. მე აქ გამოტანილი მაქვს ორი ჰოსტინგ კომპანია, ერთი არის უცხოური, ხოლო მეორე ქართული. თუ მაგალითად ქართულ ბაზარზე აქტიურობთ, მე გირჩევდით HostNotes, რადგან HostNotes სერვერები აქვს საქართველოში და აქვე რომ დაუკავშირდებით, თქვენი საიტი შედარებით უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მაგალითად ჰოსტინგერი, რადგან ჰოსტინგერის სერვერს რომ დაუკავშირდეთ, უნდა დაუკავშირდეთ გერმანიაში ან ამერიკაში ან სხვა შორეულ ადგილას. თუ კი გინდა შეიძინო დომენი და ჰოსტინგი, ჩემს აღწერაში იქნება ორივე კომპანიის რეფერალ ლინკი და იმ შემთხვევაში თუ კი შენ აირჩევ ჰოსტინგერს, შენ მიიღებ 20%-იან ფასდაკლებას. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა მეგობრებო მოსმენისთვის, დროის დათმობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. შემდეგ ვიდეოში მე შევიძენ დომეინს და გავაქტიურებ ჰოსტინგს. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის.